რომელი პოლიტიკოსი იმსახურებდა 2014 წელს ყველაზე მეტად თქვენს კეთილგანწყობას? ამ კითხვით პალიტრატივიმ დღეს საზოგადოებას მიმართა. ალბათ თეატრალურიანი. რატომ? რა ვიცი, კარგად უძღვება თავის საქმეს, როგორც ვადევნებ თვალყოს. ვაშაძე. რატომ? რატომ? რატომ და ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდაა, ძალიან. ყოველ მხრივ განათლებული, განვითარებული და რა ვიცი, ეგეთი ახალგაზრდა გვინდა ჩვენად, გჭირდება. ბატონი გიაურსკი. რატომ? ძალიან სწორს ლაპარაკობს ყველაფერს. ღარიბაშვილი. რატომ? რა ვიცი, არ ვიცი, ვერ გეტყვით, უფრო სიმპათიით ვარ განწყობილი მის მიმართ. ბევრი, მაგრამ ეხლა აღარ. შედარებით თია ყველაფერი და ფიქრია ჩხლაძე. რატომ? რატომ და შედარებით დემოკრატიულად და შედარებით რაც არსებობს და რაც არსებულია დღევანდელ დღეს, იმას შედარებით კარგად აშუქებს. ირაკლი ავასანია. რატომ? მომწონს. მიძინა ივანიშვილზე გვაქვს სიმპათიები. ალბათ წოლუკიანი. რატომ? რაღაც პრინციპიული ხალი ჩანს და არა გასრული ძველი ბინძურ საქმეებში და რაღაცები და მე პატივცემ. ღარიბაშვილი ალბათ. რატომ? იმიტომ რომ სიმართლეს ლაპარაკობს და აი ხალხისთვის მისაღები კაცი არის. საერთოდ მე ვარ კეთილგანწყობილი რესპუბლიკოების მიმართ უსუფაშვილი. რატომ? რაღაცა გონიერია, უფრო პროფესიონალია და შესაბამისად ვერ აი ასე მათი მხარდამჭერი ვარ საერთოდ სულ. არ მახსენდება საერთოდ ზოგადად ცუდი სახე აქვს ყველას ერთად. რა ვიცი, ვერ გამოყოფერა ის. ღარიბაშვილიც და თეატრალურიანიც. რატომ? რა ვიცი, მათი განცხადები უფრო შინაარსიანიც არის და აი რაღაც ცვლილებები შეიტანეს კანონში, თუმცა არ არის საკმარისი ეს და ძალიან მე პირადად უკმაყოფილების გზნობა მაქვს, მაგრამ მაინც თუ რაღაცა გაკეთა აი თეატრალურიანის მას აღნიშნავდი კანონში ცვლილებებს. ირაკლი ღარიბაშვილს. რატომ? რა ვიცი, დარწმუნებულად საუბრობს ძალიან და აქვს ესეთი უნარი, რომ რაღაც უდობა გამოიჩინა მის მიმართ. დავით ბაქრაძე. რატომ? მომწონს და იმით. არც ერთი. რატომ? აი რომელი შეიძლება ყოფილიყო? აჰა, შეიძლება ვთქვათ ალასანი. დიდად არც ერთი.